ქრისტიანები აღარ მრავლდებიან. ქრისტიანები არსად აღარ მრავლდებიან. ხო იცით ეს? რატო? რა უცნაურია? ნახეთ, ბიბლიაში ერთ-ერთი მთავარი კურთხევა რა არის? რომ გამრავლდით და ეს საღვთო კურთხევა აღარ სრულდება. რატო? მარტო ქრისტიანებს აღჭირს ეს. კითხვა ხო ჩდება, რატომ კაცო ვერ გავიგე? რატომ მრავლდებიან მუსულმანები, ჩვენ რატო არ მრავლდებით? ახლა არ ვთქვათ, რომ ესე რა ცივილიზაცია მოიტანა. რა იმაში, რა ქვია, ემირატებში იმაში ცივილიზაცია არ აქვს, თუ რა არის? ძალიან კარგად მრავლდებიან. ჩვენს მაგარი ცივილიზაცია აქვს დღეს და ცხოვრების წესი და კომფორტი. საქართველოში ახლა დღეს საქართველოში და ცივილიზაცია არ გადამრიოთ, ხანს ადამიანებს ხანახა საჭმლის პული ენატრებათ. შვილერების პრობლემა იმიტომ დგას, რომ ვიღაცა შეიძლება არასწორად ემსახურება ღმერთს, მაგრამ როგორც გონია, თავის სინდის მიხედვით სწორად ემსახურება. იმიტომ რომ თავისას არ ღალატობს და ჩვენ ასეთი განძი გვაქვს. ჭეშმარიტება გვიპყრია ხელდა, ვღალატობთ ჭეშმარიტებას. ქრისტიანები ქრისტეს ღალატობთ. ჩვენი ცხოვრების წესით, იმ თანამედროვე კულტურით, რომელიც ჩვენ შევქმნით და ეს გარანტირებულად ნიშნავს, რომ ჩვენ გავქრებით საერთოდ და სამყარო დასრულდება, იმიტომ რომ თუ სამყაროში ქრისტეს პოვნა შეუძლებელი გახდება, მაშინ სამყაროს არსებობა აზრს კარგავს და აი ეს არის ანტიქრისტეს გამეფების წინაპირობა და სამყაროს დასასრული, რომელიც უფლის მოსვლაა, მართალია, მაგრამ უფალიც ვისი პოვის, მცირე სამწყსოს, როგორც თვითონ ამბობს.